Playboy. ეს იყო დასაწყისი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოვიყენე. ხო არ გინანია? არა, არასოდეს. რამდენი გადაგიხადეს? 1000 ლარი. დღეს იგივე თანხაზე ბუნებრივია არ დათანხმდები. რა თქმა უნდა, მაგრამ იცი რა, მაშინაც ძალიან ცოტა იყო ეს თანხა და 1000 ლარი თუ 1000 დოლარი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფულზე არ იყო, აქ ვიცოდი რომ აი ზუსტად ეს კონკრეტული ჟურნალი მჭირდებოდა. შენზე არსებულ სტერეოტიპს ეთანხმები? ნაწილობრივ ალბათ კი. ნაწილობრივ არა, რა ვიცი, ხანდახან ისეთ საოცრებები მესმის ხოლმე ჩემზე, რომ რა თქმა უნდა არ ვეთანხმები. ვარ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი, წყნარი, მშვიდი, იმდენად მშვიდად ვცხოვრობ, რომ აი და იმდენად სხვა რაღაცებს ამბობენ ხოლმე, რომ მიკვირს, მაგრამ ნუ ეს არის თანმდევი პროცესი ალბათ, მე ვფიქრობ ჩემი ცხოვრების. გაგიპროტესტებია ვინმესთან? არა, რატომ უნდა ვეკამათო ვიღაცას? ეგონოს რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ქალი სამზარეულოში სექსუალური უნდა იყოს? არა მარტო სამზარეულოში, ყველგან სექსუალური. იცი რა, ამას ხო ვერ დაარქმევ იმას, რომ აი ეხლა სამზარეულოში მივდივარ და იქ აუცილებლად სექსუალური უნდა ვიყო. არა, ეს ალბათ ქალის თვისებაა. უნდა იყოს აი სასიამოვნო დასანახი. ძლიერი ქალი ხარ თუ სუსტი? სუსტი, მაგრამ თუ დამჭირდა. როდის ხარ ძლიერი? როცა ჩემ შვილს აქვს პრობლემა, კაცი ვხვდები რა, აი მაშინ უკვე ქალი აღარ ვარ და ისეთი კედელი ვხვდები, რომ რა თქმა უნდა, ჩემი სისუსტეებიც მაქვს, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ალბათ ძლიერი ვარ რა. მამაკაცებთან სუსტი ხარ? არა, ალბათ არა. და ვერ ვითამაშებ ახლა იმასთან სუსტს, იმასთან ძლიერს. როგორც ვარ ესეთი ვარ, ხან სუსტი, ხან ძლიერი. ძლიერი ქალები მამაკაცებს არ აშინებთ? ძალიან აშინებთ. გაგირბიან ამას? არა, ესე გაქცეული არავინ მინახავს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია, რომ მაინც მასზე დამოკიდებული ქალი ყავდეს გვერდზე და არა ძლიერი შემდგარი. მოგწონს დომინანტი მამაკაცები? კი, რა თქმა უნდა. კაცი უნდა იყოს ოჯახის თავი. აუცილებლად. ღმერთო ჩემ რამე რო იყოს ჩემი გადასაწყვეტი ან ჩემი სიტყვა სათქმელი, არ არის საინტერესო ესე. გენდერული თანასწორობის მომხრე ხარ? მომხრე არ ვარ, სიამოვნებით დავждდებოდი სახში და დაველოდებოდი მეუღლის ხელფას, მაგრამ მე იმდენ საქმეს ვაკეთებ, რომ ბევრი კაცი ვერ გააკეთებს იმდენ საქმეს და გინდა არ გინდა, მაინც თანასწორები ვართ, ჩემო ნიკა. ფინანსურად მამაკაცი შენზე ძლიერი უნდა იყოს? აუცილებლად. ბოდიშის მოხდა გიჭირს? არა, თუ დამნაშავე ვარ და ვიცი რომ მე დამნაშავე ვარ, მივალ და ვეთყვი გამარჯობა ბოდიში. და ბოლოს ვის მოუხადე ბოდიში გახსოვს? არა. საერთოდ მომიხდია ბოდიში? ანუ გიჭირს ბოდიშის მოხდა? არა, არ მიჭირს, უბრალოდ დამნაშავე როდის ვიყავი, ეგ არ მახსენდება. არ დაგჭირვებია ბოდიში? არ დამჭირვებია ხო, თორე რა ვიცი, თუ დამჭირდა? შენამდე საქართველოს სექს სიმბოლო ყავდა? კი, ალბათ. ვინ იყო? არ ვიცი. არ ვიცი, უბრალოდ როგორ არა, იყვნენ ძალიან ლამაზი ქალები იყვნენ. იგივე მსახიობები, მაგრამ სხვა სახელი ერქვათ. ეს სახელი ხო ცოტა ეუხერხულებოდათ. შენ მოგწონს სექს სიმბოლოს სახელი? არც მომწონს და არც მაღიზიანებს. შეეგუე. შევეგუე, ხო? ბრილიანტები. ჩემი სისუსტე. ხშირად ჩუქნიან? ხშირად არა, მაგრამ კი, ხშირადაც და არ ვიცი, სიამოვნებს, რაც სიამოვნებს და ვინც იცის, რომ მიყვარს რამდენ კარატიანი უნდა იყოს? ალბათ უნდა იყოს ესე თუ ვიოცნებებთ 1-5 იყოს. რისი ფობია გაქვს? მეშინია დახურული სივრცის. ტალახი ვინ უნდა ისროლოს? საქართველოში? ზოგადად. მე დღეს ვერ ვიტყვი ვის აქვს იმისი უფლება რომ ტალახი ისროლოს. მანამდე გეგონა ვინმე ვისაც ტალახი. მანამდე მეგონა კი იდეალური ადამიანები ვისაც თავი ისე ეჭირა რომ მე სხვა საფეხურზე მეგონა თავი და დღეს აღმოჩნდა რომ არავინაა ასეთი. არავინაა ასეთი. სიყვარულს წესები აქვს? არა. არა, სიყვარული იმიტოა სიყვარული რომ არანაირი წესები არ არის იქ. თავი დაგიკარგავს სიყვარულში? კი. ბევრჯერ? არა, ერთხელ. ერთხელ და ბოლომდე. ერთხელ და ბოლომდე კი. დასრულდა? არა. მიუწვდომელი ქალი ხარ? როცა ყველასთვის ხელმისაწვდომი ხარ, აღარ ხარ საინტერესო. ამიტომ კი, რა თქმა უნდა იყოს, ყველა უნდა იყოს მიუწვდომელი იმ დონეზე, რომ ნუ რა თქმა უნდა შენ საყვარელ მამაკაცს არ ეხება. ახლა საყვარელ მამაკაცს მიუწვდომელს ვერ ითამაშებ. რა არის შენთვის ამორალური?
ვერაფერს ვერ იტყვი ცხოვრებაში. ისეთი რაღაცები ხდება, რომ ვერ განსაზღვრავ. აი შეიძლება თქვა, რომ აი ჩემთვის ამორალურია ბავშვის ცემა ან რაღაც ეგ მსგავსი, მაგრამ არავინ არ იცის ცხოვრებაში წინ რაგელის. რაც არ უნდა ვილაპარაკო, შეიძლება ხვალ ისეთი რამე გავაკეთო, რომ ვერასდროს ვერ იფიქრო. ერთ მამაკაცთან მთელი ცხოვრების გატარება შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. კი, და მე ესე მეგონა რომ ესე ვიქნებოდი და დავბერდებოდი იმ მამაკაცთან. თუმცა ეს შენზე არ არის დამოკიდებული მარტო. მეორე ნახევარიც ესე უნდა ფიქრობდეს. ქმარი. ყოფილი? ზოგადად. ბევრს სჭირდება. სახელწოდება ქმარი. შენ გჭირდება? ჩემთვის მთავარია სიყვარული და ჩემზე ჭკუას კარგავდეს. და ეს ქმარი ხომ სტატუსია? სტატუსია უბრალოდ. რა შემთხვევაში აპატიებ ადამიანს ღალატს? ყველა შემთხვევაში. მამაკაცსაც საყვარელს. ხო, გააჩნია მე რამდენად მიყვარს ის. ყველა ღალატი არ არის? ყველა ღალატი არ არის, მაგრამ შეიძლება არავინ არ იცის რეალურად რას გავაკეთებ. ყოფილ ხარ ასეთი ფაქტის წინაშე? კი, რა თქმა უნდა. აპატიე? არა. აბა როგორ აპატიებ? არ ვიცი რა არის, წინასწარ ვერაფერს იტყვი, შეიძლება ისე გიყვარდეს, რომ ისიც კი აპატია. თავს სკანდალურ ადამიანად მიიჩნევ? არა, არანაირად. უბრალოდ რატომღაც ყოველთვის აი რაც არ უნდა გავაკეთო, ყოველთვის ისე გამოდის, რომ სკანდალია. პირველი სკანდალი რომელი იყო? რომელშიც გაიხვია გახსოვს? კი, ეს იყო მეფის სკანდალი, რომელიც გაოგნებული ვიყავი, რა მოხდა ვერ გავიგე. ბოლოდნელი იყო ამ ინფორმაციის გაჟონა პრესაში. კი. რეაქცია როგორი ქონდა? როცა გამომისხდეს, რომ შენ და მეფეს რომანი ქონდათ. ძალიან ვინერვიულია ეგ მახსოვს. ჭორი რომელმაც წყობიდან გამოგიყვანა. რომ მთავრობის აგენტი ვიყავი. ეს როდის თქვეს? როცა მეფესთან ურთიერთობა მქონდა. ნაციონალური მოძრაობა. მეფე რასაცილო ჭყერს მერდაჭ. და ეს ვინ გითხრა? არ ვიცი, ძალიან ხშირად მეუბნებოდნენ, რომ აი შენზე ესეთი ჭორები დადეს და მეცინებოდა ამას ძალიან. ჭორი არის ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი. სხერპლი გამختار ხარ ჭორების მხრივ? კი, რა თქმა უნდა. ხან ისეთი რამე დაუწერიათ, რომ ისეთი ტყუილი და ისეთი რამე უთქვიათ, რომ მაგრამ ამაზე რეაგირება აი რაღაც პერიოდის განმავლობაში ნერვიულობდი. აი რატო ამბობენ ჩემზე ეს და რატო ეხლა მიმაჩნია რომ ეს ძალიან სასაცილოა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თავი დაიგარგავს? კი, რა თქმა უნდა, ყოფილა 1-2 ესეთი შემთხვევა, როცა აი ისეთი კარგი დრო მიტარებია ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ჭკუიდან გადასულვართ, მაგრამ ესე თავი დამიკარგავს, ესე არა სამწუხაროდ. მეორე დღეს რომ არ გახსოვდა რა. არა და ძალიან მინდა. ცოდვა. არ მგონია ისეთი ადამიანი დადიოდეს დღეს ვისაც ცოდვა არ აქვს, ალბათ მათ შორის მეც. გინანია როდესმე რომ პროფესიად მსახიობა ერჩია? არა. ყოველ დღე მადლობას ვიტყვი იმის გამო, რომ მსახიობი ვარ. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც უნდა ვიყო. არაშემოსავლიანი პროფესია არ არის ჩვენს ქვეყანაში? გაჩნია ვისთვის. რამდენიმე ფირმის სახე ვარ და ეგ რომ თქვა, უბრალოდ სირცხვილია. მე უბრალოდ გამიმართლა, ესე ვიტყოდი. რისგან იღებს სიამოვნებას? სახლში ყოფნისგან, სამსახურიდან და ყველა იმ საქმიანობისგან, აი რასაც ვაკეთებ ხოლმე პატარ-პატარა ჩემი რაღაცებს. იგივე ტანსაცმლის დიზაინი, იგივე აი რაღაც ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ. და ყოველთვის გამოვრიცხავ იმ საქმეებს, რაც არ მსიამოვნებს. ნარკოტიკი გაგისინჯავს? არა. არანაირი. პლანიც კი არ მომიწევია არასდროს. შორდები თუ გშორდებიან? შორდებიან, მაგრამ მერე ბრუნდებიან და მერე მე ვშორდები. ანუ ვეღარ იღებ ადამიანებს, რომლებიც მიდიან? არა, ვეღარ ვიღებ. ცალმხრივად ყორებია? არა. ნებისმიერ მამაკაც მოხიბლო? არ ვიცი, ესე ალბათ ყველას გემოვნებაში ვერ ვჯდები, მაგრამ რა ვიცი, რატომ უნდა მოვხიბლო ყველა მამაკაცი. თუ მოინდომე? თუ მოვინდომე, არასდროს არ დამჭირვებია მამაკაცი შებმა. არ ყოფილიყარ ინიციატორი? არა. და ისე გადადგავდი ამ ნაბიჯს? მე უხერხულება. მამაკაცის გამო ბევრჯერ გიდირია? ბევრჯერ არა, მაგრამ მიტირია. გინანია ცრემლები? აუ კი. გათხოვება გინანია? კი, ბევრჯერ. არ იყო ეს სასაკი, როცა უნდა გოგო გათხოვდეს. თუმცა იმ დროს არ ვიცი, იმ დროს ძალიან პატარა ვიყავი და მსგავს რაღაცებზე
არ ფიქრობ. არ ფიქრობდი. ბედნიერებისთვის მამაკაცი გვერდში უნდა ყავდეს? არა. უმამაკაცოდ შეიძლება ბედნიერება? კი, რა თქმა უნდა. როდის მიდის მამაკაცი ქალისგან? როცა ის თმას აღარ ივარცხნის. არ ვიცი. მაგ დროს? არ ვიცი, ზოგადად როცა ქალი აკლებს ყურადღებას, როცა თავს აღარ უვლის, შეიძლება აბსოლუტურად სხვა მიზეზი იყოს, მაგრამ არ ვიცი, ამას ვერ გათვლე. ქალს უცდია შენიშებმა? კი, ეს სადღაც ვიყავი ესპანეთში თუ არ ვცდები და იქ ერთი გამყიდველი გოგონა ისე საყვარელად მიღიმოდა და ისე მეთამაშებოდა თვალებით, რომ ერთად ჩემო ძალიან მეცინებოდა ამაზე. დაიძაბე? თავიდან დავიძაბე და მე მეცინებოდა და მე ვიყავი მამაკაცთან ერთად და ეს იყო ძალიან მიმხიარულეთ ამაზე მოკლედ. უხერხულ მდგომარეობაში ჩაგეკვა? არა, უხერხული არა, ძალიან სასიამოვნო გოგონა იყო სხვათა შორის, მაგრამ უჩვეულო იყო რაღაც გოგონასგან. მამაკაცთან რომ არ ყოფილიყავი, ამ თამაშს აყვებოდი? არა, იმდენად შემსხვა და იმდენად დავიძაბე რომ არა. ცილის წამების მსხვერპლი ხშირად გამხდარ? ალბათ კი. რეაგირებას ახდენ ხოლმე? სამგეროს ყოველთვის უხდი ადამიანს. შეიძლება ეს დღეს და ხვალ არ იყოს, მაგრამ შეიძლება 1 წლის მერე, 2 წლის მერე აუცილებლად უხდი სამგეროს. ყოველთვის რეალიზებაში მოგყავს? არ ვიწყებ წენას? ვერ ვივიწყებ. აი ვიღაცა მაწყენინა, აუცილებლად გადავხდი სამგეროს. წრემდი? იცი რა, ამ ბოლო დროს იმდენად ხშირად ვტირი ვარ სიხარულისგან, რომ უკვე წრემლი მარტო სევდას აღარ მახსენებს. ამ ბოლო დროს უფრო სიხარულის წრემლები მაქვს და ესევას ეხება. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ წრემლი ყოველთვის ცუდი არ არის. ქალის და მამაკაცის მეგობრობის გჯერა? კი, რა თქმა უნდა. ბევრი მეგობარი მამაკაცი მყავს, რომელთანაც შემიძლია ვილაპარაკო ყველა თემაზე და გვერდში დამიდგნენ და როგორც ჩემი ძმები ისე არიან. შენი საიდუმლო ვინმეს გაუთქვამს? რა თქმა უნდა. დობა დაკარგე? დობა არა, უბრალოდ თავს ვიცავ. არ მსიამოვნებს, როცა არასანდო ადამიანები არიან ჩემს გვერდით. როცა შენი საიდუმლო გათქვეს, როგორი რეაქცია ქონდა? უბრალოდ დავივიწყე ეს ადამიანი. სამაგერო არ გადაუხადე? სამაგერო არა, უბრალოდ ისიც ეყოფოდა, რომ მე აღარ ვყავდი გვერდზე. ნუ გოგონას ეხება ეს, რა თქმა უნდა. სექსის სანაცვლოდ ფული შემოუთავაზებიათ? რა თქმა უნდა, ეს ხო საქართველოა და თუ ხარ გადაღებული ორ ეროტიულ ფილმში თამამი როლებით, რა თქმა უნდა. როგორი რეაქცია ქონდა? რეაქცია უკვე არანაირი რეაქცია არ მაქვს ახლა. ძალიან ხშირად შემეძლო გამხდარიყავი ერთ დღეს მდიდარი, მაგრამ იცი რა, როცა წლები გადის აუცილებლად ჩანს ვინ რა გააკეთა. და ეს ჩემ წესებში არ შედიოდა. მე მიყვარს ჩემი პროფესია და არასდროს არ გავაფუჭებ ესეთი ამბებით. რამდენი ამობრწყინდა ხო ჩემთან ერთად და ჩაიძირა ისევ. მე ყოველთვის მიზანდასახულად მივდივარ წინ და აი ესეთი რაღაცეებით მე თამაშობ სუფთად. მე არ მოუყვანი ვარ აქ არავის და არავის ჩემთვის საქმე არ გაუკეთებია. პირიქით ყოველთვის ზიანს მაყენებდნენ რომ უკან დავეწიე. ის რომ ვიღაცა არა საკმაოდ გავლენიან ადამიანებზე ალაპარაკი თანხა შემომთავაზა. ნუ ეს უნდა მოიშორო ღიმილით აუცილებლად. იმიტომ რომ მე ჩემი წესები მაქვს. დაგემუქრნენ თუ არ დათანხმდებოდი რამეს დაგიშავებდნენ? არა, რას ამბობ, არა. ბოლოს საბოლოოდ ისე დამთავრდა ყველაფერი, ეს რამდენჯერმე იყო სხვათა შორის. ბოლოს ისე დამთავრდა ყველაფერი, რომ აუხსენი რომ მე ცხოვრობ ნაქირავე ბინაში და ესე რომ ცხოვრობდი, მე არ ვიცხოვრობდი ესე. ვიცხოვრობდი ცოტა სხვანაირად. და ბოლოს ისე დამთავრდა ყველაფერი, რომ თუ რამე დაგჭირდეს დაიკო. ბევრს თავაზობდნენ? ძალიან. იქ თანხაზე იყო საუბარი? კი. რამდენი ნულიანია? რამდენი ნული საკმაოდ თანხა იყო, რითიც მე უზრუნველად ვიცხოვრობდი, ალბათ კაიხანი. რატომ ტოვებ მდიდარი ადამიანის დაბეჭდებას? გული უგზნობთ, რომ მომავალი მილიონერი ვარ თუ არ ვიცი. ეს ხუმრობით, მაგრამ რეალურად ამას აღნიშნავენ ხოლმე კომენტარებში. კი, ძალიან ბევრს გონია და ძალიან ბევრი მომმართავს თხოვნით, რომ იქნებ ნუ ეს აქამდე, რომ იქნებ 1-5,000 მასეს ხო, იქნებ აი დაგვეხმარო ამაზე. ყოველთვის უზრუნავდი ჩემს ჩაცმულობაზე. ალბათ მაგიტო, არ ვიცი, ხა მე იმდენი არ მაქვს რომ რაღაც თავზე გადამდიოდეს და საქმეზე რომ მიდგა თორმე არაფერი არ მაქვს და აღმოჩნდა რომ
ჩვეულებრივად ცხოვრობ როგორც ყველა. არსებობს ადამიანის შოუ ბიზნესში, ვისაც არ ელაპარაკები. არა, ეხლა არა. ეხლა სხვათა შორის იმდენად დაკარგა ყველაფერი, აი რაღაც ხო ხდება და იმის მერე ყველაფერი კარგავს თავის სიმძაფრეს, ხო? ეხლა ვარ მაგ ეტაპზე, რომ აი ბევრი რამე ჩემთვის სასაცილოა უბრალოდ. შეგხვდნენ ის ადამიანები, ვისაც არ ელაპარაკებოდი? კი. პირისპირ. კი. და უკვე იმდენად ჩემთვის სულ ერთია, რომ იმდენად ჩემთვის მცირედი პრობლემაა ეს, რომ ყოფილი მტრები არსებობენ? არა. მტერი ახლოს უნდა გყავდეს? არ ვიცი, მტერი საერთოდ რატო უნდა გყავდეს, მაგრამ არ ყავს მტერი? არ ვიცი, ალბათ ყავს, ალბათ არ მყავს, არ ვიცი. იმიტომ რომ ყველა მიცის უკვე შეორნა ბეგაშვილი, ყველა მიცის რას საქმიანობ, როგორ მუშაობ, ვინ ვარ და ეხლა ვინმე თუ გამოვა და საერთოდ თბილისში ხო მოდაშია კარიერას იწყებენ ჩემი ლანძღვით. და ესეთი რაღაცები ჩემთვის აი მართლა სასაცილოა. აიწყო ვინმე კარიერა ამით? არა, ერთ დღიანი პოპულარობა მოიპოვეს და რა თქმა უნდა ისევ ჩაიძირნენ. საკუთარი საქციელის შეგწყვენია? ალბათ კი, მაგრამ რა გავაკეთე, ეგეც არ მახსოვს. როლი რომელიც არ უნდა შემესრულებინა? არა. საჭირო იყო და შევასრულე. ყველა ფილმი მოგწონს? რაშიც გადაგიხეს? არა, რა თქმა უნდა. იყო რომელიმე როლი, რომელსაც აღარ ითამაშებდა? კი, მაგრამ ხო გეუბნები, საჭირო იყო იმ დროისთვის. კომპლექსი რომელიც ვერ დაძლია? რა კომპლექსი მაქვს? მორცხვი ხარ? კი. ხო, და დღემდე მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. ალბათ ეგ ვერ დავძლია. შენ საქართველოს დედოფლობა დაგვშვენდებოდა. მადლობა. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. მიზანმიმართულად კოლეგა შენთვის საქმე გაუფუჭებია? რა თქმა უნდა. ეს კოლეგა მეგობარი იყო? მეგობარი არა, მე ხო შოუ ბიზნესში მეგობრები არ მყავს. არა, როგორ არ მყავს? მყავს, მაგრამ ისინი პირად ჩემი კონკურენტები არ არიან. დღეს კონკურენტი ყავს? ხო, ეხლა მაგას ვფიქრობდი. არ ვიცი. არის მეორე სექს სიმბოლო საქართველოში? არ ვიცი. იფიქრი ამას დარწმუნებული ვარ? კი, მიფიქრია, მაგრამ სანამ ისინი ჩემამდე მოვლენ, მე მგონი ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაო. ანუ კონკურენტი არ ყავს? რათა მამინათქვა მიაღმერთა ჩემო. არ ვაწვევი ასე ვთქვათ სექს სიმბოლო ვარ და რაღაცა. მე მუშაობ ჩემით ეს სახელი საერთოდ საიდან მოიტანეთ, ეგეც არ ვიცი. ყველაზე თამამი ხარ ქართულ ფილმებში? ხო, ყველაზე თამამი ვარ. სექსუალურობაზე აღარაფერს ისეთი კაბების ჩაცმა, რომელიც სექსუალურია და მომწონს უბრალოდ, იმიტომ რომ ეკრანზე ვარ და იმიტომ რომ არ მინდა რომ მაყურებელს მოვწყინდე. და მოგწონს? მომწონს ისე რომ ყველა ქალს მოსწონს, მე მგონი. სიყვარულის სექსის გარეშე? მერტო ჩემო. არსებობს? ალბათ რა თქმა უნდა არსებობს. შენ ქონია? არა, საბედნიეროდ. უკაპიკო დარჩენილ ხარ? რამდენჯერაც გინდა. ბოლოს როდის დარჩი? არც ისე დიდი ხანია გასული. რამდენი ლარი ქონდა, როდესაც კრიზისის წინაშე აღმოჩნდა? ველოდებოდი ხელფასის დღეს. ვითვლიდი თითებს მართლა ოღონდ. თუმცა ეს 50? ლარი? არა, საერთოდ ისე დავხარჯე, რომ საერთოდ აღარ მქონდა არც ერთი თეთრი. წლების მატება გაშინებს? არა. და ხო პლასტიკური ქირურგიის ცენტრის სახე ვარ და რატომ უნდა მაშინებდე? რის პლასტიკურს ვერ გაიკეთებდი? თუ დამჭირდა ყველაფერს გავიკეთებ. მე ხო ქალი ვარ, აბა. მამაკაცს შენთვის ხელი გაუღწევს? კი. ერთხელ? ორჯერ. რეაგირება არ მოახდინე? კი, იმის მერე აღარ მინახია. დახმარებისთვის არავის მიმართ, პატრონს. დარიგე პატრონში? კი, ძალიან მეგობრობს ხოთა შორის. პატრონთან? კი. დააკავეს ეს მამაკაცი? დააკავეს გონი დაკითხვაზე თუ რაღაც ხელწერილი დააწერინეს. კი, რომ არ უნდა მომეკაროს ახლოს. და მეორედ მაინც მოგეკარა? არა, მოკარებით აღარ, მაგრამ დაივიწყე. კარგი, დავივიწყოთ. მეორე შვილის გაჩინაზე გიფიქრია? კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან მინდა, მაგრამ იმდენად სანერვიულოა ეს ამბავი. შვილი რომ არაპირებ? არ ვიცი, ეხლა უკვე მეეჭვება. იმიტომ რომ თითოეული ევას ნაბიჯი მანერვიულებს და არ ვიცი კიდე თუ შემიძლია ვინმეზე ნერვიულობა, აღარ ვიცი უკვე. მესმის.
ეკლესიურად გიცხოვრია? არა, არ მიცხოვრია. მოძღვარი არ ყოლია? მოძღვარი მყოლია. რატო აღარ გვაქვს ურთიერთობა? რაღაც პერიოდის მერე გადავწყვიტე, რაღაც თავისთავად მოხდა ეს, რომ შორს დავიჭირე თავი. ბევრი ფული ადამიანს რყნის? კი, და ისე მინდა გავირყნა, ისე მინდა. მილიონერობა გინდა? მილიონერობა არა, მაგრამ მინდა რომ ჩემი სურვილები შევისრულო. იმიტომ რომ მივხვდი რომ ძალიან მოკლეა ეს ცხოვრება. აი, რაც გიმზადებს არავინ არ იცის. ერთ დღეს შეიძლება აქ იჯდე, მეორე დღეს შეიძლება ისეთ ადგილას იყო, რომ ფიქრობდე რომ ღმერთო ჩემო, აი როგორ მოვხვდი აქ. ამიტომ მინდა რომ დავტკბე თითოეული წუთით. შენთვის ვთქვათ რომ ჯადო გაქვს გაკეთებული? კი, ძალიან ხშირად. თვის? კითხავებს? კითხავებს არა. აი ქუჩაში რომ მოდიან ხოლმე ვიღაც ქალები, ბოშები ძალიან ხშირად თუ თქონთ. გჯერა? არა. მაგრამ ალბათ რაღაცას მაინც აკეთებენ, არ ვიცი. შეგშინებია როცა ასე ვთქვათ? არა, უბრალოდ მეცინება, იმდენჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჯადო გაქვს, მომეცი 2 ლარი და მოგიხსნი, აჰა, წაიღე 2 ლარი. ძალიან ბევრჯერ და თან ისეთი რაღაცები ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, რომ შეიძლება უნდა დავიჯერო კიდეც. უკვე დროა მე მგონი დავიჯერო, მაგრამ როგორც ვიცი, უბრუნდებათ, ხო, ჯადო? სავარაუდოდ თუ არსებობს. ხო, თუ არსებობს, ის ბრუნდება აუცილებლად ფლობელთან. კითხავთან ყოფილ? კი. აქ ხდენია, ნათქვამი? კი. იმდენი რამე იციან ჩემზე, რომ მე ვფიქრობ აზრი აღარ აქვს მკითხავთან წას. გათხოვდებიო? გათხოვდებიო, ეგ არავის არ უთქვია. თავს არიდებენ. თავს არიდები, ხო. რთულ პერიოდში ახლობელ ადამიანს ზურგი შეუქცევია? კი, ისეთ რთულ პერიოდში, რომ გაოგნებისგან აი ვერ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამ დროს ადამიანმა დაგტოვოს. ეს ვინ იყო? მეგობარიც, ნათესავიც. ყველაფერი ხდება რა, ამ დროს თუ ძლიერი არ ხარ, ვერ დარჩები ადამიანთან. რეაგირება ქონია ამაზე? გამიკვირდა და მორჩა. უხერხულ მდგომარეობაში რა გაგდებს? როცა სადმე მღერი ვარ. ცუდად მღერი? არა, არც ისე ცუდად, მაგრამ გონია რომ ძალიან ცუდად მღერი. ხშირად მღერი, მაშინ ასე. საბედნიეროდ არა. რა თემაზე საუბარი გიქმნის უხერხულობას? როცა მეკითხებიან სექსზე და ყველა ჟურნალისტი ამაზე მეკითხება, რატომღაც გონიათ რომ ამ საქმეში ვარ პროფესიონალი. არ ხარ პროფესიონალი? რა ვიცი, ჩვეულებრივად ვერ ყვევი, როგორც ყველა ადამიანი. პასუხობ ხოლმე ასეთ კითხვებს? ხან კი, ხან არა, როგორც შემიძლია. ბოლოს რა კითხეს, ყველაზე საოცარი გახსოვს? ძალიან დიდი ხანია ინტერვიუ არ მიმეცია. დღეს რამდენი პროცენტი იყო რეალური შორენა? აბსოლუტურად რეალური ვიყავი, ყოველ შემთხვევაში მოტყუებით არაფერი მომიტყუებია. რომელი კითხვა იყო უხერხული? რომელიც ეხებოდა ხელის გარტყმას.